ჩვენ დავბრუნდით ძალიან საინტერესო თემით. გავიგოთ, რამდენი ვართ თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია საყოველთაო დაიწყება მალე. ხო, დაიწყება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ამ წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით სწორედ ამ პერიოდში ჩატარდება და მოდით გავიგოთ უფრო დეტალურად ყველაფერი როგორ ჩატარდება, როგორ მოხერხდება ამ დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მოსახლეობის აღწერა და არა მარტო მოსახლეობის. გამოდით მერი დაუშვილი, დილამშვიდობის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი და ბატონი ბატაშავიშვილი მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი. მოკლედ შარშან დილის ტალღაში დავიწყეთ ესე აჭარიდან დაიწყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარებისათვის მზადება და აქედან იწყება ისევ მე მგონი ინფორმირება ხო დეტალურად. ძალიან საინტერესოა რომ 10 წელიწადში ერთხელ ხდება მოსახლეობის აღწერა 2002 წელს ჩატარდა ბოლოს და რამდენი ვიყავით მაშინ. შედეგები იგრო. დიახ მაშინ. 2002 წელს, ესე იგი 12 წლის წინ ჩატარდა მოსახლეობის აღწერა, მაშინ ვიყავით 4.355.000, მათ შორის აჭარაში იყო 370.000 ადამიანი. 12 წლის შემდეგ უკვე წელს 2014 წელს 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით ტარდება მოსახლეობის აღწერა და რა თქმა უნდა ეს ჩვენ მოვინადე. მე ამას ალბათ აღწერა 10 წლის განმავლობაში რამდენი გამხდარი იყო ეს აღწერა უნდა გვანახოს ეს ჩვენ რამდენი ვიქნებით 2014 წლის 5 იანვრის მდგომარეობით. აღწერის დროს დგინდება ზუსტი მოსახლეობის რიცხოვნობა და ზუსტად ჩვენი სლოგანიც გავიგოთ რამდენი ვართ აი ამ კითხვას პასუხობს. ანუ 5 ნოემბრამდე ძალიან ბევრი ახალშობილი შეემატება და მოკლედ კარგ სურათს მივიღებთ ხო რაღაცა ახალი თაობაც. კი ბატონო მოგახსენებთ რომ 5 ნოემბრიდან იწყება აღწერა, მაგრამ კრიტიკული თარიღი არის 4 ნოემბრის ღამის 12 საათი და ღამის 12 საათისთვის რა სურათიც იქნება ქვეყანაში, იმის მიხედვით მოხდება მოსახლეობის აღწერა. ანუ როგორ ხდება მოსახლეობის აღწერა? აი საინტერესოა ეს პროცესი. ფაქტია რომ რთული პროცესია, რადგან უკვე წელიწადზე მეტია დაწყებული ხო? კი ბატონო, მოსამზადებელი სამუშაო. კი ბატონო. ანუ რას გულისხმობს ეს მოსამზადებელი სამუშაო? მოგახსენებთ, უკვე 1 წელია მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენმა თანამშრომლებმა შემოიარეს მთელი საქართველოს ტერიტორია. ორი მარტივი კითხვა იქნა დასმული თუ ვინ იყო ოჯახში უფროსი და ასევე რამდენი სული ცხოვრობდა ოჯახში. ამ ყველა მონაცემის გეოგრაფიულად დატანა მოხდა რუქებზე, რასაც ხორისები გაგვენსაზღვრა ქვეყნის მთელი მასშტაბით, რათა შემდგომში უკვე აღწერა როდესაც იulis და იმ პატარა დროში, რომელიც არის მეთოდოლოგიით განსაზღვრული ორი კვირის განმავლობაში რომ მოიაროს, რომ რაციონალურად იყოს განაწილებული დრო. ანუ ყველა აღწერს ეწოდინება კონკრეტულად თავისი უბანი, თავისი საცხოვრისის მისამართი და ეს იქნება ისე დაალაგებული, რომ მათ დრო ამაზე არ დაეკარგოთ. აქედან გამომდინარე ჩვენ იმას ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ის ორი კვირა, რომელიც არის ამ საკითხის მოცემული, აღწერები კარგად გაათმევენ თავს. რამდენი ადამიანია ჩაბმული ამ პროცესში? იმიტომ რომ რამდენი სოფელი, ქალაქი, ყველას უბანი ამდენი კი ბატონო, რთულია და ძალიან რთულია. ზუსტად ეს წინა მოსამზადებელი სამუშაოებით მაგას ემსახურებოდა, რომ ზუსტად გაგვესაზღვრა თუ რა რაოდენობის ადამიანი იქნება და საჭირო რომ დასაქმებულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით და წინასწარი მონაცემებით ჩვენ უკვე დაახლოებით 15,000-მდე ადამიანი დასაქმდება მთლიანობაში, მაგრამ უშუალოდ აღწერი ალბათ სადღაც 10,000, 11,000 აღწერი გვეყოლება. რომელიც ორი კვირის განმავლობაში ზუსტად იმუშავებს და მხოლოდ ადამიანების აღწერა არ მოხდება, ხო, როგორც ვიცით, ანუ აქ არის ძალიან სოფლის მეურნეობის, ანუ მე ბევრი რაღაც შემადგენელი ნაწილი. აი, არის კითხავები, არის რა შეეხება. აი, ჩვენ კითხავები წამოღებული გვაქვს. ნახურმა იქნება და შეიძლება ხო რომ ნახოთ. აი იმ შემთხვევაში რა ხდება როგორ მობილიზდეს ქართველიერი იმისთვის და როგორ მოვემზადოთ ამ დღეებისთვის რომ დავეხმაროთ თქვენ სამსახურს არ იქნება ანუ ეს ინფორმაციაც როგორ დავეხმაროთ თქვენ სამსახურს ზუსტ აღწერაში და უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ და ზოგადად ყველა ქართველმა იმისთვის რომ ეს ასე იყოს სახში რომ უნდა გავჩერდეთ. კი ბატონო, არა, მოგახსენებთ, იცით როგორ არის 1 ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე ჩვენ აღწერებს ექნებათ იმის საშუალება, რომ ყველა ოჯახში მივიდნენ და დაახლოებით მათთვის სასურველი დრო შეარჩიონ, როდის ჩაატარონ აღწერა. ანუ აღწერს თუ სახში არ დახვდა მაცხოვრებელი, ის კიდე მივა იმ მისამართზე და წინასწარ შეუთანხმდება მათთვის სასურველ დროზე. ვინაიდან მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვთქვათ, პირველად ტარდება ეს არის სოფლის მეურნეობის გამოკვლევაც და
მოსახლეობის აღწერად ერთდროულად მიმდინარეობს. საკმაოდ ისეთი ტანიანი დოკუმენტი. ჩვენ დატესტილი გვაქვს და სავარაუდოდ 50 წუთი საათი სჭირდება ერთ ოჯახში თუ კი ჩაწერეს დროს საშუალებას. პატარა ტრეინინგი სჭირდება აუცილებლად. ამას ესე პირდაპირ შევავსებთ. ბევრი კითხვაა. ამისთვის ჩვენ ამ 11,000 ადამიანს, რომელიც უშუალოდ უნდა დაესწროს პროცესს და უშუალოდ უნდა შევიდეს ოჯახში, ერთი კვირის მანძილზე ვატრეინინგებთ, ეს იქნება აღწერასთან ძალიან ახლოს, რომ პირდაპირ შეძლოს აღმწერმა მიღებული ცოდნა უკვე პირდაპირ პრაქტიკაში გამოიყენოს. ეს იქნება სადღაც ოქტომბრის ბოლოს. 12 წელიწადში ერთხელ 1 საათით შეწუხება მგონია. მე მგონი პრობლემა არ არის. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოსახლეობა იყოს ჩართული ამ პროცესში, მათ სურვილი გამოთქვა, რომ კარი გააღონ, აღწერი შეუშან, აღწერი ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი სტუმრისგან, ანუ მას სპეციალური კეპი ეხურება, ბეიჯი იქნება, რომელიც ძალაში აპირადების მოწმობასთან ერთად და სპეციალური ჩანთა ექნება, რომელსაც ლოგო იქნება დატანილი. ანუ ის განასხვავებს ამ ატრიბუტიკით სხვა პიროვნებისაგან. თავარია რომ მოსახლეობამ კარი გაუღოს, შეუშვას და შეავსებინოს კითხვარი და თვითონ მოსახლეობა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად ანუ ზუსტი ინფორმაცია მოეწოდონ, ვინაიდან აღწერის შედეგად ისეთი ინდიკატორები გამოიკვეთება ქვეყანაში, ანუ განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური მდგომარეობა, ყველაფერი დიახ, რომელიც მოქალაქეობრივი ვალია აუცილებლად რაღაც არჩევნებზე წასვლა. ეს უფრო მნიშვნელოვანია. დიახ, იმიტომ რომ ზუსტად ეს პარამეტრები, რომელიც საბოლოო ჯამში დამუშავდება. ანუ ამას ხო აი ეს მინდა დავკაცოთ. მე ანუ ამ აღწერის ჩატარების შემდეგ უკვე რამდენი ხანი გჭირდება, რომ ეს ყველაფერი დაალაგდეს და შედეგებზე რო ვისაუბროთ. ესე იგი აღწერის ჩატარებიდან 6 თვეში, ესე იგი 2015 წლის აპრილში ჩვენ გვექნება წინასწარი შედეგები. გვეცოდინება თითოეული მუნიციპალიტეტის, მაგალითად ქალაქ ბათუმის, ხულოს მუნიციპალიტეტის და სხვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შემავალი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის რაოდენობა წინასწარი, ხოლო შემდგომ უკვე 18 თვის შემდეგ, ესე იგი აღწერიდან 18 თვის შემდეგ და წინასწარიდან 1 წლის შემდეგ 2016 წლის აპრილში ჩვენ გვექნება უკვე ძირითადი, ასე ვთქვათ, დაზუსტებული მონაცემები. საინტერესოა. ანუ აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომ ამინდი მაღალმთიან რაიონებში აქ როგორ მოხდება აღწერის ჩატარება. ამიტომაც ისე არის შერჩეული პერიოდი ნოემბერი, მაგალითად აჭარისთვის ეს არის ოქტომბრის ასე ვთქვათ ბოლო, არ იქნება პრობლემა, არ არის ისეთი მასიური ამინდის გაუარესება. მესტიაში, ყაზბეგში, ახმეტის ერთ-ერთ თემში ეს ომალოს თემი არის. ასევე დუშეთის ნაწილში, შატილის, ხევსურეთის თემებში აღწერა ტარდება სექტემბერში. ესე იგი, 2 თვეში უკვე უფრო ადრე, ვიდრე ძირითადი აღწერა, რადგან დიდი ალბათობით იქ შეიძლება ამინდი გაუარესდეს და ამიტომაც ვატარებ. აი, როგორი იქნება დაჯამების პროცესი და რა დროს მოიცავს შედეგი, ხო, ზოგადად, როდის ვითყვით ბოლოს რამდენი ვართ? 2016 წლის აპრილში ვიტყვით ზუსტად არაუგვიანეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ადრეც დავამუშავოთ მონაცემები, მაგრამ ჩვენ კანონით ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, კანონი გვავალდებულებს, რომ არაუგვიანეს აღწერის ჩატარებიდან 18 თვეში ჩვენ ვალდებული ვართ გამოვაქვეყნოთ მონაცემები ზუსტი. ასე რომ ხშირად ხდებოდა ადრე და ახლაც ალბათ ისეთი ვინც სვამს და ხანდახან მიდის უკაცრავად ეზოსთან და მეზობლებო გამოდის უნდა დაფალოთ, არ არის საჭირო ითვლის ეს ადამიანები ამდენი ვართ და ხო ზუსტად სტატისტიკას ასე რომ და მეც მაინტერესებდა უცხოელებს უყურთ ხოლმე კითხვა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს თქვენ ქალაქში, რომ გაარკვიოს რამხელა ქალაქის სიდიდი და მე რაღაცა ესეთი ჩემი სტატისტიკური მონაცემები მქონდა. ახლა ზუსტად გვეცოდინება გიორგი. ამ ეტაპზე ცხოვრობს სადღაც 400,000-მდე ადამიანი აჭარაში, ბათუმში არის 160,000-მდე. ანუ ეს მასალები ეს არის 2002 წლის აღწერის მონაცემებით და პლუს ამ წლების განმავლობაში გარდაცვალება დაბადების მიხედვით გაკეთებული, მაგრამ 2014 წლის აღწერა უკვე ზუსტად მოგცემს იმ მონაცემს, რაც ქვეყანაში ხდება შიდა მიგრაციები, რომელსაც უბრალოდ თქვათ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვერ ვითვალისწინებთ. ასევე ალბათ ბათუმმა შეიცვალა საზღვრები იცით. შემოემატა ქობულეთის რაიონიდან, ხელვაჩაურის რაიონიდან საკმაოდ დიდი ნაწილი და
მე მგონი საკმაოდ საინტერესო იქნება როგორ შეიცვალა და როგორ არის მოსახლეობა გამფენილი უკვე. რა თქმა უნდა. მე მგონი გაინტერესებთ მაყურებელი რამდენი ყავთ ხო ზუსტად აჭარისტები. ეს ისე ჩავამატოთ არ შეიძლება. მაყურებელი კითხვაში ერთი კითხვარი ჩავამატოთ. უკვე დამტკიცებულია კითხვები. სამთავრობო კომისიის მიერ უკვე აღნიშნული კითხვები დამტკიცებულია, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვას დაემატა დიახ ემიგრანტის კითხვარი, რომელიც ზოგადად არ იყო ხოლმე, არ იყო ეს და ნუ სოფლის მეურნეობის კითხვარიც არ იყო. საკმაოდ ისეთი ინფორმაციას მივიღოთ, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას ძალიან ბევრი პრიორიტეტების გასასვლელში დაეხმარება და სამომავლო გეგმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მართლაც თითოეული ადამიანისთვის იქნება მნიშვნელოვანი შედეგების მიხედვით დაგეგმილი პროცედურა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებულ საქმიანობას გისურვებ, ძალიან რთული მისია არის წინ შესაძლებელი. შევხვდებით კიდევ ერთხელ და იმედი პროცესს კეპიან და ჩანთიან როგორიან ბეჯებიან აღწერებს. მოკლედ ვიყოთ მობილიზებულები და დავეხმაროთ საკუთარ ქვეყანას, რომ გადავითვალოთ ერთმანეთს. ხო, და მოგეთ ინკასატორი არ გეგონოთ დენის ფულზე გაახსოვოთ. როცა აი ამით შემოვა ადამიანი არ უთხრათ პირდაპირ რომ მე ამ ლიტერატურას არ ვიცნობი, ეს არ არის ის რაც გონიათ, ასე რომ მოკლედ ვიყოთ მობილიზებული. დიდი მადლობა. მოკლედ 2000